მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვაქვს წლის ბოლო გადაცემა და მოდით შევაჯამოთ როგორი წელი გქონდა. ეს წელი ზოგისთვის კარგი წელი იყო და ზოგისთვის ისე რა და ვისთვისაც ისე რა იყო გილოცავთ რომ მიდის და ვისთვისაც კარგი იყო გულს ნუ გაიტეხთ უკეთესები გველოდება წინ. კი ბატონო, თუმცა ბევრი კარგი რამ მოხდა ამ წელს. რომელი ერთი ჩამოვთვალო. ბოლო-ბოლო ჩვენი ერთობლივი შოუ დაიწყო. აბა მაშინ საკმარისია შეგიძლია აღარც გააგრძელო ჩამოთვლა შემოკარგო პრინციპში. რადგან წლის ბოლო გადაცემა მინდოდა მეხუმრა ერთი წელი ვერ შევხვდებით ერთმანეთს თქო, მაგრამ მასეთი ხუმრობა რო ვთქვათ, ერთი წელი კი რა შეიძლება საერთოდ ვეღარ შევხვდეთ ერთმანეთს აღარ გაგვიგრძელო კონტრაქტი. ამიტომ ისევ ახალ წელზე გავაგრძელოთ საუბარი. ნუ ჯობს. რისი წელი მოდის ახლა? ნუ ჯობა და ჩინურ კალენდარში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვიცი რომ გველის წელი მოდის და სიდედრებო მოემზადეთ. თქვენი სიძეებისგან უკბილო ხუმრობების ატანა მოგიწევთ ერთი წელი. რა მაინტერესებს თუ იცი, აი დრაკონის წელზე ხო იტყვიან ხოლმე მწვანე სუფრა გადააფარეთ მაგიდასო, მაგალითად აი ხა 2 წელზე იტყვიან მწვადი არ უნდა იყოს სუფრა, არ არსებობს ვეფხვის წელზე ზოლიანები ჩაიცვითო. და აი გველის წელზე რა ხდება, რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და გველივით უნდა შემოვეხვიოთ 20 ლიტრიან ბოცას. ჩავყოთ შიგთავი და არ ამოვყოთ იავრის შუარიცხვება. რა ვიცი, ება სხვა ვარიანტები არის რამე? არ ვიცი, შეიძლება ენა უნდა ასარსავლო, მაგრამ მე პირველი ვარიანტი მირჩევნია რაც შეთქვი. კი ბატონო, ისე სხვა ვარიანტიც არის. კაი უნდა ჭამო, კაი სვა და მხიარულად დატორო დრო ჩვენთან ერთად. რადგანაც შოუში დოლგარმოზე უკრავს და კეიბის განწყობაზე გვაყენებს. სახალხო განწყობაზე გვაყენებს. სწორები და გიორგი შოშიტაშვილი. შორის საქართველოს სპორტის კუთხით ძალიან მაგარი წელი ჰქონდა. ატმოსფერულ ნალექსზე მეტი медаლი მოვიპოვეთ ჩვენ ბატონო. განსაკუთრებით წარმატებული წელი იყო საფეხბურთო თვალსაზრისით. 2024-ში ევროპაზე ვითამაშეთ, ხოლო 2025-ში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 2026-ში მსოფლიოზეც ვითამაშოთ. ხედავთ სამწლიანი ხუმრობა გამოვიდა აგერ. მანამდე ჩვენს ნაკრებს მიმართავ ბიჭებო, მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა სიხარულისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ და შეგერგოთ ის სიხარული, რომელიც პრემიებით მოგენით. მართლაც წარმატებული საფეხბურთო წელი იყო, ევროპაზე გავედით, მიქაუტაძე ბომბარდირი გახდა, მამარდაშვილი საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. კი ბატონო. მეტი რა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ნახევარი საქართველო ვიყავით ჩასული საგულშემატკივროდ გერმანიაში და ისეთები ჩავატარეთ, გერმანელები ქართულად ავალაპარაკეთ და აი დაახლოებით ასეთ სიტყვებს ამბობდნენ: ყოჩაღ მამართ, ჯიგარი ხარ კვარა, საღოლ ჩაკვედა, დაიჭირეთ ფული არ გადაუხდა. მოკლედ ისეთი მაგარი ევროპის ჩემპიონატი გქონდა, რომ ქართველი გულშემატკივარი მართლა საყურებლად იყო წასული. და იმედია მსოფლიოზეც გავალთ 2026-ში და იქაც ავალაპარაკებთ ქართულად ამერიკა, მექსიკა, კანადას. უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს ოლიმპიადაც წარმატებული იყო ჩვენთვის. აბა რა იყო? 3 ოლიმპიური ოქრო მოვიპოვეთ, საიდანაც 1 ოქრო სპორტის მუზეუმში მოხვდა, ხოლო 2 პარლამენტში. სულ ახლახანს კი ჩვენი ლეგენდა კაცი ლევან საგინაშვილი, იგივე ჰალკი, კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი მივულოცოთ. ბრავო ჰალკი! სხვათა შორის ლევანთან ერთად მე ვითამაში ამ წელს ებრაელების ფილმში. ჩემ დაცვას თამაშობდა და ისე ბედნიერი და მშვიდად ვიყავი, რომ რა გითხრა. ძალიან კარგია, ძალიან. კიდევ მოიგო ამ კაცმა, რა სიზა, ვეტყოდი დაასვენე ხელი ცოტა ხანი თქო, მაგრამ რაღაცა სხვანაირად გამოდის და ჯობია ისე მოიგოს. ოჩაღ ლევან რა.
ყოჩა, ხალხი აეროპორტში მოგზაურობაზე მეტად ხალხის დასახვედრად დადის უკვე. გადასარევი, აი, ალუდა კეთილაურზე მეტი მარჯვენა აქვს მომტრეული უკვე ადამიანს და რა გააკეთეს. ხოდა შენს მარჯვენას ვერაცვალე მე ლევან. მარე მარცხენასაც ენაცვალე, შენი რა გავიდის ეთი მარცხენა რა შუაში აქ. ეხა ბიჭო, ნუ აწყენე იმ კასტორე, მე ჩალურჟებული თვალი წაიყვა შოუს და დამთავრდება თქვი რა გენაღლება, მარცხენაც ხო მაგისია. მაგი კი არ მებეკრია, ჩემო ალგუჩი ახლა ზავი. ვერაცვალე შენ მარცხენა ხელსა. მოკლედ რა თქმა უნდა მივულოცოთ კიდევ ერთ ჩვენს და სულ წარმატებები. კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა. ესეც ერთგვარი შეჯამებაა წელის ჩემო ნიკოლოს. ინგლისური ენის ცოდნით სოფლიოში 34-ზე, ხოლო ევროპაში 24 ადგილზე ვართ. What? This is really? Of course. სოფლიოში 34 და ევროპაში 24. ანუ გამოდის რომ ევროპაში გაცილებით მაგრები ვართ ინგლისურში ვიდრე მთლიანად სოფლიოში რა ვერ გაიგეთ ხა. ეს ევროპა როგორ ყველაფერში გვეჭხირება რა. ეგერი რო არა ხო ვიქნებოდით ახლა მეათე ადგილი. სამაგიეროდ ქართული ენის ცოდნაში ვართ მესამეზე. რას ველაპარაკები კაცო? პირველზე და მეორეზე ვინ არიან აბა? იტალია და საბერძნეთი. იქ ხო ნახევარზე მეტი ჩვენები არიან, ვინაც სვალე ლაპარაკეთ თელი იტალია და საბერძნეთი. იქ მე მგონი ქართული ყველა მიცის. რა ვიცი, ქართულ შეგინებაზე ყველა იხედება და გაკვირვებული იყურება ვერ გითქვია შეჯგვაზე ადამიანს. აი მაგალითად გოგი შენ იცი ინგლისური? აი თურმე ვინ გვიფუჭებს სტატისტიკას? გოგი კი არა, აქ ვინც ვართ, ყველა ვაფუჭებთ ანგელოზივით სტატისტიკას და სუფრაზე ზიარულს ხანდახან ინგლისურზე ვიარო ჯობია. Understand? აი ხლა understand რა, დავაი next თემა continue. კი ბატონო. რთულია ჩვენ მაგისტრის დავბერდით. კი ბატონო, next თემა. ისევ კახური ისწავლე ჯობია. next თემა შემოგთავაზებთ. კი ბატონო. ახლა ერთი კარგი ამბავი ტექნოლოგიების მოყვარულთათვის და მექალთანებისთვის ერთად. ილონ მასკმა რობოტი ნაშები წარადგინა. შეიძლება. ნახოთ ვიდეო. აი ხო ყოფილა ინგლისური საჭირო ბიჭო, აი ამ ნაშებს რა ენაზე უნდა დაელაპარაკო, აი მაინტერესებს რა. მე მგონია ჩემო ბატა ახალი ერა იწყება კაცობრიობის ისტორიაში. კაცობრიობაში კი მაგრამ ჩვენთვის არა. აბა თუ მართლა ინგლისური ჭირდებათ? რა ვქნათ? გეუნები გახეთზე გავჭირდებათ და არ მიჭერებს შენ. არა, ისე ხო თუ აკვირდები შენ რობოტები მრავლდებიან. ეს ქალები კიდე თუ მართლა ისინი არიან, ვისაც მე ვფიქრობ, ახალ სამყაროშიც უძველესი პროფესია იქნებათ. კი ბატონო. საიდანაც დაიწყო. მასკმა ისეთი რობოტი ქალები შექმნა, რომ არ გამიკვირდება ახლა რომ შექმნას რობოტი სუწინიორები. ეს კაცი მე მგონი ცოლს ატყუებს. ესენი რობოტები არიანო, მოუყრია ნაშები და თან გაფრთხილებული ყავს შებიცოლი, რომ შემო რობოტები ვითიარეთ. დიდი გაფუჭებული კაცია ილონ მასკი. აბა რადუდა რკინის კონსტრუქცია ზუძუები გამაგებიათ ერთი, ვინმე მითხრა. ой, მაგარია რა, კარგია. მე რომ მკითხო ზუძუები რკინისაც კარგი. აი ესე წარმოიდგინეთ ცოლი რეუნება საღამოს მასკს. კიდე რობოტებში ეგდე ხო? რა იცი ხა რობოტებში და რა ვიცი დამწორი პრაუდის სული აგდება. მიხდება რა. მეც ვნახე ვიდეო და ისეთი მაგარი ქალებია, დიდი სიამოვნებით მექნებოდა მაგათთან მოკლე ჩართვა. კარგად. თუ არის საშუალება ინგლისურად მოკლე ჩართვა. ნუ ამბობ ხა მაგას რა. იქნება წესერი ქალები არიან ნიკოლო. კი კაცო ჯადისკფილიაც ხო აქ. მაშინ გადაცვალეთ დავთვლი ხარჯებს და ცოლზე იაფეთ უჯდება გადავალ ბარემ რობოტზე. ამერიკის შტატ მასაჩუსეტსში ერთ-ერთ კაფეში ყავა უფასოა ჩემო ბატონო. თან რა როგორი ხა იცი აი ცეკვი თუ შეხვალ ყავას დაგანევინებენ უფასოდ. დაიცა თუ ცეკვით არ შეხვალ დაცვა მოგზდებს ცეკვით გადაიხადეო თუ ნუ ეხა აი რა გითხრა ამათაც მოიფიქრეს რა ეხა ესენი ხო ბიჭო ჭკვიანი ხალხია.
ჩვენ ცეკვით ევროპაში შევდივართ და დიდი ამბავი ხა ეგენი კაფეში თუ შევიდნენ, რა ვიცი. ჩვენთან რო ცეკვით შეხვიდე კაფეში, მიმტანი იფიქრებ სამთვალი ან რეკაშეტი ან სიცხეს გაგზავნა. აბა ჩემი ცეკვით რო შევიდე ყავასკერა წყალს ადამალევინებენ რომ ან ვალერიანი ჩავაწვეთ თუ არა. ჩამოჯექიო გეტყვიან ცუდად ხო არა ხარ აი ეს ყავა. შეგერაცვალებ. ჩვენ შესულით არა, მაგრამ გამოსულით კი გამოვდივართ ხოლმე ცეკვით რესტორნიდან და მაღაზია ხო არაფერია ნეტა. ისე რუსთავიორის ბუფეტშიც ხო არა ეგ აქცია თუ იცი შენ? არ ვიცი, ვიცეკვებ ხოლ და გეტყვი ყველაფერს. აი, რო შემოიღო ჩვენთანაც და მე დახვეწონ, ხო შეიძლება ცეკვაზე ყავა უფასოდ და თუ სიმღერასაც მიაყურებ კატლეტი და პიურეც უფასო რო იყოს. შვენიერია. მე რა მაგარი იქნება. ძირითადად იუმორისტული გუნდი შეჭავს მაგრამ აი და ისე დააკვირდი რა მაგარი იქნება, რა გადახტას რო დააპირებ და გეუბნებიან. თქვენი გაცეკვებულია უკვე აგერ გაიცეკვათ ეგარ. ხარა ისინი რო გაიცეკვებს. 50 კატლეტი და 8 ტონა პიურე ორ კვირაში. მე ხო ვიცი ვაგის მონაცემები ცეკვის ვენაცვალე. 400 კატლეტი და 1 კავაზი პიურე. 8 ლიტრიანი საწემელი. და ბოლოს საახალწლო თემა სანამ სანტა გზაშია და საჩუქრები მოაქვს ჩვენთვის, ამასობაში პიკასოს ნახატის სანტა კლაუსი $127,500 გაიყიდა. ვნახოთ ეს შედევრი. ეს სანტა ეს ბავშვებს რას მოუტანს არ ვიცი, მაგრამ სურათის პრობელს კი მოუტანა კაი ფული ძმო. ახლა ვიღაცა იტყვის პიკასო საჩქაურდაო. მაგრამ ჭკვიანი კაცი იყო, ხონებული პიკასო და ადგამს ესავით დათელი, ჩემი ნახატები მილიონებად მაშინ გაიყიდება, მე რო აღარ ვიქნებიო. და რა აზრი აქვს, რატო გავიგიშო თავიო, ხა? არა, ნუ აი ხე ეს რა ვიცი პიკასო რა მდგომარეობაში იყო ეს ცოტა ხარავიც. მაგრამ გაუმარჯოს, რაღაცა მეც მახსოვს პირველად სკოლაში გავდი მე ბავშვობაში პიკასოს გავდი. ხატვაში. და დაგვავალა მასწავლებელმა დახატეთო. ალბათ რა ვიცი, ამდენი მაშინ მეორე მესამე კლასში გასწავლიან ხატვას და 35 წუთიანი გაკვეთილები ჯერ რომ უნდა მიგაჩვიონ. ხო. და ხატე დაგვავალა სპილოს დახატვა. ხო და ხატე ეს 35 წუთი და რომ მივხვდი რომ გამოვიდა, აი მეთქი ეგ არის სპილო, მოვიდა მასწავლებელი მიახატა ხორთუმი და ორიანი დამიწერა. უხორთუმო გამომივიდა ჩემი სპილო რა მექნა. მაგრამ იმედი მაქვს შეინახა დედაჩემმა ეგ და გავადრო და გაიყიდება 8 ლარში. მის მერე მე მახსოვს პატასულერიულო და მის მერე სახატავი როული და ფაქრები აღარ უყიდია ჩემთვისო. რა ხელა ნიჭი გამოგლიჯეს ხელიდან ადამიანს. სხვათა შორის მართლა ვერ ვხატავ კარგად, აი არაფერი არ გამომდის. მეც ხატვაში ნაკლებად უფრო ძერწო. კარგია. საერთოდ ასია ჩემო პატა პიკასომ რომ ჯერ გოგონა ბურცე დახატა და რა მე ეს რაღაცა ამას დაედო ფასი პირიქით რო ეკნა არაფერი არ გამომიდოდა ჩემო ზო. კი ბატონო, ასე ხო და ჩვენ საქმეშიც მასია, თავიდან უნდა თქვა მონოლოგში კარგი ხუმრობები, თორე ბოლოში რაც გინდა ის გენი გაპატიებს მაყურებელი. აი თუ არ გჯერათ. ეგრეა. ჩვენ შოუში ოხუნჯი ბატას გარდა დოლგაროზე უკრავს და სახალწლო განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიდაშვილი. ჩემო ძირფასებო მინდა გითხრათ და დაიმახსოვროთ როგორც თავში აუჩნიეთ დღევანდელი გადაცემა ამ წელს ბოლო გადაცემა და ჩვენ ბედობას ორში შევხვდებით, რა თქმა უნდა ჩვენ საყვარელ როსთავი 2-ზე, ასე რომ არსად არ წახვიდეთ, მიუსხედით მაგიდებს, ყოველ შემთხვევაში სადაც წახვალთ, იქაც მაგიდებთ და როსთავი 2-ზე გადმოვდეთ, თუ გინდათ რომ ძალიან კარგი დრო გაატაროთ. აბა რა. ახლა კი მოდი განვიხილოთ ჩვენი გავლილი წელი და ერთი სიმღერა შევთავაზოთ ჩვენს ტელემაყურებელს. რა სიტყვი? ვნახოთ რა გამოგვივა. ვნახოთ. სეზონს ვამთავრე
სახლში მივდივარ შვებულება გველოდება წინ მედობას ისევ დაგიბრუნდები თქვენს გარეშე დიდხანს ვერ ძლებში გასულ სეზონს გავიხსენებ წინ გასულ სეზონს გავიხსენებ წინ წელს სატრაბახოთ ისიც გვეყოფა გავაოცეთ მთელი ევროპა რონალდოს თრემლის ჩვენი ბრალია დავამარცხეთ პორტუგალია მერე რა რომ ბურთი მრგვალია გამარჯვება სულ გვიხარია ებიჯო გასულ სეზონს გავიხსენებ გასულ სეზონს გავიხსენებ აბარა ევროპას ეხო ცოტა ნამუსი მოფსა კანდიდატის სტატუსი ჯერ რაოცნება მალე ახდება საქართველოს წევრი გახდება გასულ სეზონს გავიხსენებ გასულ სეზონს გავიხსენებ სეზონს ვამთავრებთ სახლში მივდივართ შვებულება გველოდება წინ მედობას ისევ დაგიბრუნდები თქვენს გარეშე დიდხანს ვერ ძლებში თქვენს გარეშე დიდხანს ვერ ძლებში თქვენს გარეშე დიდხანს ვერ ძლებში აბარა გვინდოდა სტუმარი მოგვეწვია სტუდიაში მაგრამ რახან წინა სახაზრო განწყობა უკვე გადავწყვიტეთ რომ სტუმრები შემოვიდნენ გადასარევი და გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ჯგუფი, უბრალოდ კვარტეტი, ჩემო მეგობრებო, რომლებიც უკვე დაადგნენ წარმატების გზას და იმედია ჩვენთან სტუმრობა კიდევ ყველაფერს ხელს შეუწყობს. მაშასე კვარტეტი Vivo. მოკლედ დიდი მადლობა ბიჭებს გადასარევი მშვენიერი და რა ვიცი კვარტეტიო და როგორ გავიქვა ახალი სტანდარტებია აჰა ხელმძღვანელი აჰა კვარტეტი დადის ძირითადად ხელმძღვანელით საპატიო ადგილასაც ბრძანდება კაი აპლოდისმენტები ყველაფერი მივალთ მე აქამდე რა ნელ-ნელა საუბრის მსვლელობის დროს ალბათ ჩვენმა ძვირფასმა ტელევაყურებლებმა იცნეს აქ მაგრამ გოგათი მინდა დავიწყო კი ბატონო გოგა ჯგუფი ბანის ბანი ბას გიტარა ჯგუფი ბანის ბანი და გიტარის ბანი ბას გიტარა და პირდაპირ რა ხდება ნუ ახლა ბანი ჩემი ცხოვრება რა თქმა უნდა და ქართული პირველ რიგში უნდა გვიყვარდეს და მიყვარს. უბრალოდ სურვილი ყოველთვის ქონდა ხა ბატონ მურთაზის გაზეთი ლივარ მე. დიახ. კომპოზიტორი კაცია და ძალიან ნიჭიერი კაცია. ამის ხელში გამოვიარე ბავშვობა ესე რომ ვთქვა და. დიახ. ნუ ყოველთვის მინდოდა ეხლა ეს ჟანრიც მქონოდა რომ რაღაცა საესტრადო რეტრო რაღაც. კი ბატონო და მე ვფიქრობდი რომ აი ბიჭების კვარტეტი შემეკრა რა. ფიქრობდი და ნუ რაღაცა არ ვერ მოხერხდა. გამოვიდა გოგო. აგიდა მე მშვენიერი გელა ზაზა თებურიზა. მაგრამ მინდა ვთქვა აღნიშნო რა, უფრო გამიმართლეს გოგო ეს. კი ბატონო, ესია. ბატონო მურთაზ. თქვენ როგორ ბრძანდებით, რო გვითხრათ? კარგად, მადლობთ.
ჩვენ არა გვიშავს წინა საახალწლო განწყობაა და რაღაცნაირად მაინც გინდა არ გინდა ემზადები ერთი წელი კიდე გვემატება, მაგრამ რა ვქნათ. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის პირველ რიგში. და მე ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები რომ შემოიკრიბეთ და ორიოდე სიტყვით რო გითხრათ, როგორ გიჯერები. ძალიან კარგი გოგონები და ვაჟია, ძალიან კარგი. იმიტომ რომ ყურთას მენა მე ასეთი არ მომისმენია. არ გამიგია. ძალიან მაგრები არიან. არა და რამდენჯერმე ორჯერ გაუმეორე რაღაც კითხვა და მეოთხე დასახებაზე გამომხედა. მეორეზე გამომხედა. სხვა ახლა რა იცი ეს სხვა რამეს ფიქრობენ ახლა. ხო. სცენარზე ფიქრობენ ესენ და ხალხს როგორ ასიამოვნონ. კი ბატონო. ენაცვა. აი მითო შეჩერდა ის. ჭკვიანია. აბარა ამას რა თქმა უნდა ჩვენი ტელემაყურებელი მოისმენს და აქ მე ერთი კითხვა მაქვს ჩემო ნიკოლოზ თავარი. ხო. ესე იგი სახელთან დაკავშირებით. აი ვივო რას ნიშნავს? ვივო. ვივო არის იტალიური სიტყვა, მუსიკალურ ტერმინს ნიშნავს. ანუ აქვს სხვადასხვა განმარტებები, ანუ მხოლოდ მუსიკალური ტერმინი არ არის. არის თქვა სიცოცხლის დასაწყის, ესე რომ თქვა სიცოცხლეს და მრავალი სხვა სიცოცხლის დასაწყისი ცოცხლად სიმღერა, ცოცხლად. იგულისხმება რომ აი რადგან ახლა დაიწყეთ რაღაცა აქედან გამოხვედი. ხო არა რომ მომაძახოს ვინმე იტალიაში ვივო გადავკრა თავში რამეთვის ეგენაცვალე გაუღიმო თუ ego ასევე ნიშნავს განაყოფიერებას და ამაზე მე ავეწყეთ უკვე წამოვიდა კურიოზი რომ განაყოფიერებთ სიმღერებს და ხო აი სახელზე გამახსენდა ეხლა მაგას ფიქრობდი მე ზუსტად კი იდეა ბატონ მურთაზის იყო ეს სახელი რომელიმე განაყოფიერების კლინიკები ხო არსებობს იმას უფრო არ მომხდები არსებობს ვივო ესეთი კლინიკაც განაყოფიერების არსებობს კი იყო კი არა არსებობს ეხლაც განაყოფიერების კლინიკასთან არსებულია განაყოფიერების კლინიკასთან არსებული ინვიტრო კვარტეტი უბრალოდ რომ ინვიტრო სახელია უბრალოდ დიდი სახელზე დაწუნებული ვარ რაღაცა უკაცრავად ჩაგეწევით დაწუნებულად ძალიან ბევრი რაღაცეები ხელწამოსაკრავები იქნება ხოლმე შემდეგში თქვენი განსაკუთრებით იტალიაში თუ ჩაბძანებით. ხო, კურიოზული რაღაცა მერდა. იტალიაშიც არის ვივო ანსამბლი. ერთი პატარა ისტორია მინდა გავიხსენო. ანუ ბანს გვირეკავდნენ, ან მე მირეკავდნენ რა. რაღაც კონცერტთან დაკავშირებით. ხო, კონცერტთან დაკავშირებით, ნუ ესე მეგონა მე და. თან რუსულენოვანი იყო რა, ხო და მეუბნება რომ ანუ ქართულად მოყვები. ბანი არისო და კი მეუთხარი, სწორია მეთქი და სად ხართო რა? ხო და რას ქვია, სად ვართ ახლა? ზოგი სახშია, სად ვარ რა ვიცი და ვერ გავიგე მეთქი და ისაო ფილიალი არ გაქვთო სადმეო და თურმე ბანია უნდოდა და ბანი მე ვერ დაიბარე გეჩახჩახებინა ხო და ზოგმა ახლა ზოგი რეკავს განი მინდაო და რა ვიცი ანუ კურიოზები არის მაგრამ ეხლა ვივოზე გამახსენა ეხლა ვივო რო დაარქვა ბატონმა მურთაზმა აი ამ წეღა რო ახსენა ელენემ განაყოფიერებას ნიშნავს ვინმე არ დამირეკოს მაგაზე აკინა ყველაზე კარგად შენ იცი რა გამოგივადა ინა და თანხმდა კიდარა ჩვენ ვერ ჩავერევით მაგამ ბავში მე ეგეც მიაწერა და დიასუავით რო კვარტეტი და უპატრესვით ეგეც კუთხეში აბერი უჭირს გოგონებო რა ჟანრს მღერით რა ჟანრს მისდევთ თუ რამე კონკრეტული არ არის და ზოგადად მოიცავს ბევრი ეს არის უფრო საესტრადო ჟანრი განსაკუთრებულად ალბათ უფრო რეტრო სტილი არის დიახ გვაქვს როგორც ესე ჩვენ სტილზე გაკეთებული სიმღერები ძველი მაგრამ ახლებურად გაკეთებული ასევე საავტორო სიმღერები გვაქვს რომლის ავტორიც არის ბატონი მურთაზი ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი მურთაზი ესე იგი რამდენი ხანია ამ საქმეში ბრძანდებით დაბადებიდან
ახავზი ვარ. ზარ მაცობთ ბატონო. რამდენი წლის ხართ? 82 წლის შესრულდები 14 იანვარს. დაცარე. ასე იგი რაღაცა კარგი ისტორიებიც გექნებათ თქვენ თავგადასავლები და რა მაინტერესებს იცი? ყოველთვის უფროს თაობას რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ძალიან უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ხოლმე ისეთი ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ძალიან უყვარდა ჩვენ საზოგადოებას და ბევრი რამე აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული. თქვენ ხო არ გადაყრიხართ თქვენი ცხოვრების მანძილზე ისეთ ადამიანებს, ან ადამიანს, ვიდრე შეგიძლიათ რომ მოგვითხროთ ეხლა ორი. იქნებოდა ასეთი შემთხვევა დარწმუნებული ვარ. რამდენი გინდა? მაგრამ ერთს გამოვარჩევ. ახალგაზრდა კაცი ვარ რა. ახლა ჩვენივრად გამოიყურებით. ყავს ანსამბლები, ვოკალური ინსტრუმენტული კვარტეტი და ერთ დღეს გათენდა და ხედავ ფანჯარას გეხედე ფარდა გავწია და ბიჭო ჩემ ჭიშკართან ასე რომ ვთქვათ კი ბატონო და ხულიგნურად რო ვთქვათ ჩორნი ვარონა აჰა მე თქვი რა უნდა ამ ხალხს ეგანა სიმღერის მეტი აფერდამიშავებია გადმოვიდა ერთი და იმ წუთას მივხვდი ეს ვიცანი ახლა ეს კაცი მილიციელი გადმოვიდა იყო საპასპორტო მაგიდის უფროსი აჰა მოქმედება ქუთაისში ხდება ქუთაისში ხდება მე ვიცუცებ და გავედი და სანამ დაიძახებდა მანამდე გევედი სრესკი ხო მამა ჩემი სახშია და რა ჩემი მეთქი არ შეაშინოს კაცო ხო მაინც დაიძახა მამა ჩემს ფარდა გაწია და შეხედა მილიცია კაცო აგერ მანქანა დგას მე ხო ვიცი ახლა რა მოხდება სახში ხო ეხლა მე უთხარი იმას რა გინდა ძმო მოუთხარი ბიჭო რატომ მოდი ჩემთან თუ გინდა ძმო დალევა მოდი ჩემთან არაო შენ ნაცა მოხვიდეო ნუ თან მე არაფერი არ დამიშავებია და არც მოვდივარ არც ამოვალ კიდე ბიჭო მილიციის დღეაო ხვალო და შენ ნაცა მოხვიდე თბილისში მე ახლა ცოტა რაღა ვაიდება ეს მილიციის დღეს მიჭერთ მე ახლა მანდამას რა იცი მართლა შევიშმუშნე რა ისე რომ მე თქვი მე მარტო მოვთარე რაფერი კაცო არაო მითხრა აგერ ამ კაც შენი წევრები კვარტეტის წევრებია მაგარაში მე მეყვანა კანა გამოვაღადა რა ვახართ ბიჭებო და რა გინდა თქანა ბიჭო დაგვიჭირე ნუ მითხრა და წამოდიოთ ნახა წევიდეთ და კონცერტზე ვასე წავყებით კაცობა დაგიჭერთო და დაჭერდა სამიმჩევნია მე თქვი წევი მიღერო იქანა გავედით ჩვენ სცენაზე გასული ვართ და მიკროფონები დგას 4 მიკროფონი 4-ს გიტარები და რო შევხედი ამათ ჩემი კვარტეტის წევრებს გათეთრებულები არიან სახეზე და ოფლი მოდის კაცო მაგრამ ვაიმე მე ეს რა ხდება გან გავწიე მიკროფონი ცოტა ეკიდა რა შეასაკეთო და აი რა იყო თვითონ თქვა გადავხედე ხალხი სიჩუმია მოთხარი მიდი მაგის დედაცვატირე მაგრად ვიმღეროთ თქო ეს მარგა ვარ და აი მაგის დედავატირე კამაზარვე თქო გავარ ეს თქვა აში და ბრავო ქუთაისი ბრავო კარგად ჩაიარა ესე კი მაგრად შეიარა სამი სიმღერა გვამღერეს ერთის ვაგივრად და უკვე რო გევედით აქ და ვართ ფოიეში და ერთმანეთს ვეუბნებთ ხო რა მაგრად ვიმღერეთ ეს გაგდიდა რაღაცა ქვევიდან მომესმა ფეხის ხმა რო კიბებზე ამოდის ვიღაც გადავხედი ასე და ვაიმე პოლკოვნიკი კაცი რა 2 მეტრიანი კაცი ამოდის კაცი
გამარჯობათ ბიჭებო, გაგიმარჯოთ ჩვენ. ეხლა მითხარ თქვა ხარ თქო ქუთაისიო. კი თქო მომთხარ. რომელი ხარ ქუთაისის კვარტეტის ხელმძღვანელიო? მე რაც თქვი ხო? ხო. რა ხათა ჩემი საქმე მეთქი. რა ვაგებიღებ ხმას კაც? გაჩერებული ვარ. გაჩერდა გვიყურებს ეს კაცი. ბიჭო, მითხრა. ეხან კარგად იმღერეთ დაანგრიეთ, რა თელი დარბაზი და ახლა რა დაგემართათო? რომელი ხარ? მე ვთქვი, ჩანდაბა შევითარ. მოთხარ მე ვარ ბატონოს, გემარსე ბიჭო, ხომ მომგალი კაციო. რა არ წახვიდეთ არსათო? კაცი მოვა, ჩემი კაცი და წამოგიყვანთო. всё. მე ვთქვი დაჭერილი ვარ. ეს დედავატირეს გავარდნა მაშინ. ხო, მაშინ ხო. რო ჩადის კიბეებზე ასე ჩადის და ბატონო მოთხარ ერთი წუთი თქვა და მომხედა ზევდა რა იყო და ჯო რა გავაფუჭეთ ახლა ინდა ბიჭერ თქვა მენი დამჭერი საფე დაიწყო აგე რესტორანში ბიჭო იმნარი პორმაევა გაშლილიო სასაულიო და არავის სარპაზიჟობთო მუსიკოსებს რომ გარდა თელსა შეობა და ჩვენ ფლანგსაც ვკითხავ ახლა სალომე ბევრმა იცნო ალბათ აქ და რუსთავი ორის ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში გამოჩნდა და ძალიან შეაყვარა ხალხს თავი ახლა ჩვენი რუარი იმიტომ არ გეუნებით ახლა ობიექტურად ვამბობ ნამდვილად მაგრამ საყვედური მინდა უთხრა რო დაადებ თავს ახლა რო დაიბარო საიდგეძებოთ მაგრამ ნიჭიერი გოგო რატოა წავიდა ერთი მოვიდა 4 4-ით მოვიდა კი ბატონო უცებ გაამრავლა თავისი დადებითი მხარეა. დადებითი მხარეა. მე როგორ ხარ, აშვები გითხარი, აბა? კარგად ვარ. აქ რო ხარ, უკვე კარგად რო ხარ, ეგასაგები. კი, კარგად ვარ. ჩემთვის კიდე ახალი გამოცდილებაა ეს ჯგუფში სიმღერა, იმიტომ რომ კი შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო მონაცემები გქონდეს, მაგრამ მაინც სოლო შესრულება აბსოლუტურად სხვა არის. ამას სხვა ყური უნდა, სხვა მიდგომა უნდა. მე თან არ მქონდა გამოცდილება ამ კუთხით და თავიდან ინტერესის ამბავი იყო რომ დავიწყო, მაგრამ მე რაღაცნაირად ძალიან შეერწყა ეს ყველაფერი ერთმანეთს და ეს უნარებიც ნელ-ნელა ვითარდება და ისედაც ძალიან კარგია მუსიკოსისთვის, მომღერლისთვის ესეთ ჯგუფში სიმღერა, სადაც არასტანდარტულად ხდება ხმების გაშლა და ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ მურთას პირველ რიგში ამისთვის. მე აღმოჩნდი ის ვინც უნდა ყოფილიყო აქ და ძალიან მიხარია. თან ახლა 5 ადამიანი ხარ და ის ჩორნივარონა თუ მუშაობს ისევე გადაადგილებაც დაგჭირდებათ ერთ მანქანაში მაგდელა ძღოლი გინდა ელენი ხო? ვითხარი გაგვეცანი ჩემო კარგო. ელენი ასაჯანიშვილი კვარტეტის წევრი იდეა ფაქტიურად ჩემგან წამოვიდა რომ კვარტეტი შეგვექმნა და შევიკრიბეთ ეს მშვენიერი ხალხი ერთად და უკვე განვაგრძეთ მუშაობა. ჩემი თანამდებობა გახლავთ თავმჯდომარეობა კორპუსის. გადასარევი. და მემსახურები ასე ვთქვათ მეზობლობას და სახელმწიფოს რა ვიცი. ღირსებით და შემართებით ასე ვთქვათ და. თითქოს თქვენ მოვალეობებში რა შედის? მაიმე ყველაფერი. მაინც კორპუსის თავმჯდომარე თუ ხარ უნდა იყო ელექტრიკის. სანტექნიკა. რავალპროფილური. ფულის ამგროვებელის და ყველაფერი. ძალიან თქვენი სიმღერიდან გამოდიან, ალბათ ბავშვებსაც აძინებთ ხოლმე. სიმღერით. და სადაც ხორობს ყველასა გაყვანილი რადიოში და რადიო. არა, დროზე კორპუსის ბავშვებს გულისხმობ. შეიძლება ესეც შევითავსო, ჯერ არავის მოუმართია და ალბათ მომართავენ. სანამ ცალ-ცალკე დაგიძახებ, მთელი კორპუსი ჯობია შიდა რადიოს მიხედოთ იქ შიდა გაყვანილობას და სახს იმღერებ და დაიძინებს ყველა. მიხედეთ მაგასაც მიხედეთ შიდა გაყვანილობას გავიყვანეთ ყველაფერი უკვე რიგზია შევკარით ასე ვთქვათ კი ბატონო. ხო, ლიფტი 2-ც ვარ, მაგრამ ეს იცის მამა მყავდა, რომელიც იყო, ანუ ყველაფერი გამოზდიოდა აწყონოს ღმერთმა და შევისწავლე ეს საქმეც. და გასამწუხარეო რომ ჩემი შვილები ასევე რიტყვია ჩემს. ხო და იციან ახლა ეს თავმჯდომარეობა რო დამეკისრა უკვე ახლა ამორჩეული მეზობლები მყავს, ვინც იცის ეს ფაქტი და თუ გაიჭედებიან ლიფტში, მე დამირეკავენ სანამ ახლა ლიფტი 2 მოვა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორი გადატვირთული. მაგაშრობაში ყოფილა. გადატვირთული მოძრაობა და ვერ აღწევს ახლა ლიფტი 2. და იმათმა იციან და ისინი გამომყავს და დანარჩენებს უტოვებ ახლა ლიფტი 2. ხო.
ხო და ერთხელ გასული ვიყავი და რომ მოვედი უკვე корпуს მოვახლოვდი, რაღაცა ძალიან ბევრი ხალხია სამაშველო შეიკრიბა მთელი მეზობლობა, ვფიქრობ რა ხდება, შევედი და სადარბაზოში დედაჩემი დგას. აი, ჩემი გოგო. და უყურეთ, თქვენ მზადდებთ, თქვენ აღებთ ლიფტის კარებს, მაშველი, მეუბნება 2 მეტრიანი, ლიფტის კარები გამოგლეჭინი, მაგრამ თვად ვერ გამოგლიჭეს, იმიტომ რომ არის ძალიან მძიმე. ხო და თქვენ კი მე ვაღებ და ეხლა ჩემი პრეტენზია. თქვენ ვერ გააღეთ კარები? 1 წუთი დამაცადეთ მე გავედი. ამოვიტანე დიდი ხმალი ბავში სათამაში, იმიტომ რომ იმით დავამუღამე სხვა რაღაცით ვერ ვაღებ. და პლასპასია ვიცი რომ დენი არ გადმოვა თუ რაღაცაა და ამოვიტანე ის ხმალი, ერთი მოძრავდი, გაიღო ეს კარი, გადმოვიყვანე ეს მეზობლები და მაშველები მეხვეწებოდნენ, დეხვეწები წამოდით და ჩვენთან იმუშავეთ. მეუთხარი რა ვიცი, სიმებით რომ დავრბივარ, არავინ მეძახით, მეუთხარი და ეხლა მე ესე მთელ სადარბაზოში თქვენი ტელეფონია გაგლული. კი, უკვე ლიფტი 2 გადავაკეთებ Windows. ველაფერი. ჩამჭრი გავიდა რადიატორებს. აკუმულატორის დამუხტვა. გასტროლზე ხომ არ ყოფილხარ საბინე? ჯერჯერობით. 3 თვეა რაც ეს ყველა. რამდენი სიმღერა გაქვთ რეპერტუარში? ეხლა მზად რაც გვაქვს 4 სიმღერა. რა სიმღერა მოგვიტანეთ დღეს? დღეს შეგისრულებთ შალვა ჩხიკვაძის სიმღერას, რა საეჭოდ. ეს ნადრეც არის ნამღერი სხვა ჯგუფების მიერ, მაგრამ ჩვენი ინტერპრეტაციით სეკუნდებით გავშალეთ ხმებში და ავტორია ბატონი მუცა შიხლაძე ამ ინტერპრეტაციის ესე რა რომ თქმა უნდა. ნუ შესაბამისად როგორც ყველაფრის ისევე ამის. წარგიდგენთ? კი ბატონო. მე გვაქვს მოგეწონებათ. მოკლედ ამ ეს სიმღერა ჩაწერილი არის, მინდა დავამატო ერთი რამ, რომ ჩვენ თანამშრომლობთ საპატრიარქოსთან არსებულ ხმისჩამწერ სტუდიაში, მერაბ ბამულაშვილი არის ჩვენი ხმის რეჟისორი. იქ ვწერთ ამ ეტაპზე რაც გვაქვს სიმღერა ჩაწერილი, ნიჭიერესი კაცი სხვა. ჭერესი კაცი, დიახ. კარგი. ძალიან კარგი. კარგი, გადასარევი, მადლობა მობრძანებისთვის. ქალბატონებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ წინა საახალწლო სამზადისია სახლში და მოიცალეთ, მოხვედით, თუმცა თქვენ მთელი და корпуსი ელენეს კიდე განსაკუთრებით, იმიტომ რომ მთელი корпуსის ზომი ქონდა მოზელილი დატო. არ არის ეგეც გამორიცხული. წარმატებები კიდევ ერთი დიდხანს სიცოცხლე მრავალს დაეწარით ჯანმრთელები, ვინერები და აი ეს ჩვენი პატარა სცენა, მაგრამ საკმაოდ დიდ არეალს მოიცავს იმისთვის, რომ თქვენი სიმღერა მოისმინოს ჩვენმა ძვირფასმა და საყვარელმა რუსთავიორის მაყურებელმა. ხო. რასაეჭვოდი ღიმები, მითხარ რაღაც მალა არ შორდება შენზე ფიქრი, კალაფსის კრისტალა. სანამ გინდა გამაწვალო, მითხარ ხო თუ არა. რასაეჭვოდი ღიმები, მარტის დარის დარაკ. ეგრიმილიც გმარა, ჩემ დაგასახარა. რასაეჭვოდი ღიმები, მარტის დარის დარაკ. მოგიტაცებ დაწაკითხვა, ჩემი გახდე მარად, იმედოქი სავალალო, ჩემ დაგასახარად. სანამ გინდა გამაწვალო, მითხარ ხო თუ არა. რასაეჭვოდი ღიმები, მარტის დარის დარად. ეგრიმილიც გმარა, ჩემ დაგასახარად. რასაეჭვოდი ღიმები, მარტის დარის დარად. ეგრიმილიც გმარა, ჩემ დაგასახარად. რასაეჭვოდი ღიმები, მარტის დარის დარად.
მე ბიჭო ნახე რა სუნებია მაგი დედავა ამოიდა როგორც იქნა აი პირველი თავი არაყი მოდის ეგარი რა აი 90 გრადუსია ეგრევე გაიგე არ დალიო ბიჭო მოკრავს ეგა დაიცა ცოტა დაისვენე შე გასლავარაგობ ზამია რა ვადავლევ ამას სანამ 85 გრადუსი არ ჩამოვა მე ამის ვერ ჯავკარებელი არა ვარ პაპიროსი არ გაუკიდოთ არავინა ბიჭო გაიგე თქვენა იმედგრებს შენა ბიჭო ხო გითხარი დათრევიეთ ეჭების გადაგრეუნო შენა ჩემი სიდედრის დატოებული ჭიქა როგორ მაიცო აი შენა გითხარი ბედნიერების ნიშანია ბედნიერების არა ამიტომ მამკლავს მარო მე კიდე ეთერა დედა ვიჯო ჩემისა კიდე კაი პირში არ გაგიტყდა ხაშურთან გადაღარე კაი ადგილი ვიცი მაგას საწევი და ეგდოს არა უშავრო ბედნიერება იცის გენაცვალოს ჩემი აბა ვიდო გავტეხეთ ვარა მე რას ლავარაგო კიდე მაგაი გეუნებოდი პაპიროს არ გაუკიდე თორე 40-მდე დავლა არ ჩამოვცვირდები ჩემისა ვერაყეთავ როგორი არა გრადუსი აი ჩაწერა დაიწყო უკვე თუ რა ხდება რა ვიცი ზამია ვერ თუ დაიწყარ უნდა მითხრავიო აი გამარჯობა ვარღო ცოტა კი ცივა მაგრამ ეგე თავის საქმეს აკეთებს ახალი წელი მოდის არაყი იხდება თანაწლი ბორო რეგიონალური მიმოხილვა გვაქვს და აი ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა წახვიდე ვიჯო რა მართალი ხარ ზამია ჭეშმარიტებას ღაღადებს შენი გრანჭები ამ შემთხვევაში უკეთეს ადგილას რა სინატრებით ხარ შემოძებია შეგცივლა დაკარი არაყი აგერ არის გაგიხურდება გვერდები ასე და აბა მოვაწი თედო სკოლაზე შეიქნება ახლა ამბავი მოგელი არ გამომიტოო შენა აქ არის ეგეცა ეგ არის უი მაგას ჩასკდა დაველა მაგას უყარს ბიჭო ცივიღობი და აჯიკა და სამოუტანო ახლა საიდან გოუჩირო აქ არა რა თარა ამ შოთი პურს არას ერჩი არის კადრებს და მაგანი დარდოს ღომი არა ბრინჯი ფაფა კიდე რა ფაფა მივიდა ეგეცა რაჟა შარჩიმელია რა რაშევით აბა რაზავშები და ხლით რაზავშები დაბალეინეს ერთი გავაიქნება ხრაკიანია მაგის ზავატი ხრაკიანი არა ისაი ხრაკიანი ხარ შენა ხრაკიანის და ტრაკიანის და ტრიგიანის დაიჭი მადარავი რო დაბალე მოგაწოდე ვიდი ხო რავადე იკარგები ჯიგარი ვიდია მიხო ჩემოძაბი არ დავიწყო და ნელელა გებეხინა გვერდები დავიწყოთ მაგია გამისინჯე მიდი რაიგო ბუშლატი დაწურავ ბუშლატი დაწურავ შენი მოდგმა მე რაც ავწურავ ბუშლატითა აი მე რენა აგვერევა გაიგე შენა და ვერაინაც ვერ გაიგონებს ხალხი ვერაფერსა კი ბატონო მაიტა და დავიწყებ მამაწოდი აქავჯო შენა გახეთქავ მაგას ხელია ეგა გაიგეთ ელი ცხელი რომელია ხო იცი ცივია და მეორე მაგიდე და საწილი დაწება აიცა გადავავსო კარგი იყო ბიჭო ვისე რა ჩაი არა საგადასახადოასავითა მოკლეთა ესე იგი აგე წლი ბოლოა ხალხო და მაგარი კარგი ამბავი მაქვს გამიგრებული გურჯაანი შემოვლთი გზის განათება დასრულებულია მაშა ვა რასა უკაც თელაველების გზის რემონტი დასრულდა შენ რავია დაამატ ერთი და გირო უკეთეს ხაზიათზე რავა ჩერჩეთო ვიახელაგა თელავის და გურჯაანის შემოვლითი გზაიო არ თქვა ადამიანმა ბიჭო მე ხო გევნე მაგარი გრადუსი აქ მეთქი ერია ჟამკარი უკვე ამარა რა გზა გურჯაანს რო შემოულის ეგა უკვე თელავისა მა ეგრეა ეგა ჩემთვინ ორმაგი განათება ერთი ისა რომ გზა განათდა და მეორე ისა რომ გურჯაანი შემოვლითი როა იგე გული გაბინათ და კიდევაც არა ბიჭო ეგები საყოლებელი მოგიტანა გამოგატანა დედა შენმა მაგი დედა ეხო არ მაგას აბა გაცვიჯო ერთი სტაკანი აჰა ბიჭო მიდი
აი ძახი ხლა გურჯანი შევგზაზე ვლაპარაკობდით გაიგე ხლა და მაინდა თელავი და გაადინეთ ყაპანი შეშობენ ძაღლი შედა რა ვქნა ეგ სინაკლე გამოვყე და მოվել რა ჩვენი ერთ საქმეზე დგეხართ რა მასაც წავიდოდი უკეთეს ადგილად მაგარი ხარ მაგარი აი ხლა ეს ამბავი ჩავარიხინოთ გაიგე წლი ბოლო მიმოხილო არა როგორც არის ეგრე კი არ არის კაცო მიდი აბა ჩიტოვიჩ შენათქვი ეგ ამბავი მოგეწონა ამ წუთში მოგახსენებ ზამია რა ვარ დაგიბარებიათ გადავალ მაშინვე საზღვრებს გარეთა რეგიონებზე დავკრათ ახლა აგერ რა გაულთა გადასახოვი როა მაგალა ჩრდილოეთ კორეის რა მოხდა ახლა ჩრდილოეთ კორეაში რა ჭრა ხედავ ერთოდ კი მხარიანში ხედიანში ღერძოდ მხარიანში და ასავლეთ ევროპული ტიპის ლუდის მარი გეიხსნაო შევასვალეში საკუთარ ლუდს აწარმოებენ თურმე იმ მხარიანში რასაო ბიჭო ეგ ის არ არის კიმჩენინი რო იყავთ მაგათ მეფე ბიჭო მან სასმელი აკრძალულია მაგაი ვინ გააკეთებდა რაღაცეებს იგონებს ტალონებზე ყოფილა ზამია ბადანა ლუდი მარტო იმ კიმჩებარალა თუ რაც გაქვია მაგის გარემოცვა და ის თურმე მაგ მარში მარტო და უბახუნებენ ამ პივას შეგენაცვალე ნეტა რა ლუცა წარმოებენ ეგენი როგორ მაინტერესებს აი რა ერქებება თქვენი აზრით არ უნდა იცოდე რო გადვია მათავი ხრებზე წყალი რო არ ჩავიდეს მარტო მაგისთვის ხო არ არის რა ქვია ხო თქვი კორტახტარი კოლმეგი გაია ვის დაცინი შენა აი ხლა იცოდი არა გიწიო ყურები აი უნუ შენ მან და ძმაო შანსი არ არის ლუდი გააფუჭო რა თავითო რა თქმა კიმჩენი ვიჯო ჩდირო კორელი რო დარევს ლუცა ყველა ვარიანტში მე წონება მაგრამ ჩემი ფეხი ვიქნევა კაცო მაგათა რაც უნდა შაადარონ ჩეხური პივა მაგათა არიცია და გერმანული ეგრეა რავი ტურისტებზე არ ეხება თვითობა გათვლილი ეგა რასაო ბიჭო ცეტო ტურისტებზე ვაპატვილი აკამა რა არის მე კაცის დედა ვატირე ლუდის დასალევად რო ჩრდილო კორეაში წავა ბიჭო მიდი კოლა გადადი შემდეგ თემაზე მიდი ზამია ოღონდ ნელაილა პარაკი არავის არ გვესმის კაცო შენ ნუ დააგრიე ჯო ყველაფერი რა გაახურე ანაგანტალიوان რაღაცა მომავალი წლიდანაო იაპონიაშიო ნაგვის არასწორად დამკრელების იდენტიფიცირება და მათი ვინაობის გასაჯაროება იგეგმებაო ტოკიოს მერმა სხვათა შორის ტოკიოს მერმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს რა ვერავის რო იაპონური ვერავის და ვერგები რა თქვა რაც ბიჭო ყოჩაღ მაგათ გამოგონებებ რა იაპონელები იგრე ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან და როგორ გინდა შენა რომ ნაგვი დამკრელი ამა იცნობენ ბატალია იო ისე კაი მხრიდანა ჩაიხედეთ კაი მხრიდან მეთქი ქვემოდან არა გაიგე ეხლა უყურე გასაჯაროებაც მოხდებაო ანუ შანსი მაქვს ჩავიდე იაპონიაში და გავხდე პოპულარული აბა დაუკვირდი შენად თუ არა დავაგდებ სადმე ნაგავსა და ეგ არის გამამაჭენებენ ტელევიზორში თანა მაგათა კაი ტელევიზორები აქვთ ნაღდი იაპონური იაპონიაში ხედავ ბიჭო აქაც რო შემოიღო ეგ წესი მე საწავიღო ხოლმე ნაგავი მაგი დედავატირე ჰა ითხრა გადავიდეთ შემდეგ თემაზე გადავიდეთ ვიდია ეგე ვინ მოსულა ბიჭო მოდი სიდეთ საყვარები ხარ შამუ დასპირტა გარემო კაცო დასპირტა აბა რა იო დედა რა სუნი და ატმოსფერო და სუნელობები გამოდის არომატი ქვია მაგასა მოდი ზონდიკა მევიდა ჭაჭა გამამართვი ესა ბიჭო ზონდიკა მევიდა ზონდიკა რა თავი თუ ჯახადა გუდი ახური ამხელა დღეს დღესაცვივაში მოყვა პოსტუმი ერთასველები აგერ ჩამოდგა წნები ასე ჩამოდგა ჭაჭა ეგა მაერა თქვენებურად კარალიოკის ახوار იქნება ან კიდე იმისა კივისა შვენიერი გამოდის იქაც აი ჩვენთან რომ ჩამოხვათ მე ნახე თქვენ დაიცა ბიჭო დაიცა საჩენთან ჩამოვალთ კაცო ჯერ აი მიხედვა უნდა გამოსახდელია მემრე ახალი წილდღეებია გადასაგორებელი ჩვენ მაგით ვინ ჯერ არ აქვს ცალი აი საქმე გვაქვს ხალხსა გენაცვალე ეგე თუ გინდა დალი ჯგირ კოჩი მიდი ატაკე ნუ გაახურე აგვიმარჯოს და ეგ არის მოკლედ და
ამ დროითინ ბოლო ინფორმაცია. როგორია ვიჯო? გეგენა ზონდიკა აი კაცო. ოი დედა. სიგარი დაჯერება მარია თავზე რაჯოვი. მითხარი ბოლო ინფორმაციაო რა. აიცა ვიჯო დაამექცა. ჩაბაგელი ნაზარდი. მოკლედ და ინგლისშიო საგზაო კამერებსა ტესტავენ. აი ახლა დგეხა თქვენა usminit რომელიცო ალკოჰოლისო ქვეშო ყოფი მძღოლები გამოვლენა საიძლებს. რასა კაცო. ეგ როგორ უნდა მოხდეს პრინციპში? ეხლა იმათმა კამერებმა ეტვი თვალით უნდა დაგვიწყონ ყურება. მაგათი დედა. ჩემთექს აღარ იქნება ინგლისში. რა პრობლემა კარტებს გაგველტავენ რა რო ჩამოდი. არც მინდა. ბიჭო. ვიდეო კამერა რანაირად უნდა გაიგოს მე მთვარი ვარ თუ არა ხა? მეავია ბა. მან როგორ აიცი? როგორ? თუ ლაბავოი პაბრიზი თუ ამოსუტკი დავართქლე. ხო? ესე იგი ნასვამი ხო და ჯარიმას გიწევს. მაგას რა მიხედრა უნდა გაц. ეს ტიპატარა კახეთმა რამოდენა ერი უნდა აიტანო ჯო. პაბრიზი რა შეიძლება. არანორმალ ხვაზე მოლაპარაკე ხალხი დავკნათ. უნდა გაუძლოთ კახეთი. მა ეხლა ამ ახალწლებზე ამ ახალწლებზე მაკამერები დაყენება იქნებოდა ეხლა. მართალი ხარ. შააძულეს კაცა ინგლისში. ჩემგებია განავიზია ოტოროყინობთა განავისვინია. არც მასი არ არის საქმე. წესიანი ხალხი არის იქაცვაო. ახალი წლის დღეებში გვერდზე იხედება თურმე კამერები. ვითომ არ დაუნახია და ზოგადად ასე იხედება. ახლობელი კამერები არიან. მაინც ეხლა შემთხილად იყავი რო ჩახვარ იქა ლონდონში. მოდი ბიჭებო. აიგე თბილი არაყითა. აბა გამამართვი ჩიტოვიჩ. აბა გამამართვი. მე დავლევა. აბა თედო. აი საღოლ. აი თბილი არაყითა. შენ მე რო დავცლი მოგაცლი მე რა. დამდეგი ახალი წელი უნდა დაოლოცოთ რა. სხვანაირად არ გამოვა. მარა უნდა ვქნათ ბიჭო ოღონდ შენებურად ლექსათა რა ხო იცი უხდება ახალი წელია მაინც. არც მაგის პრობლემა არ არის შემოძამია, მაგრამ ეს წინა საახალწლოს უბრა ხო უნდა განსხვავდებოდეს რამით 17 ოქტომბერს ან 4 ივლისს როს უბრა გქონდა. რაცა იზეთები ვთქვათ ლექსად. ლექსათა ბიჭო ლექსად. არითმული მართალია თქვენ არითმია გაქვთ პატარა მე ვიტყვი ეგერ არითმული. ესე იგი შენი ძახი რო ლექსად. ლექსად. გიჯირი. ეხლა ვთქვათ, მაგრამ კი ბატონო, იყო ლექსი, კი ბატონო. მაშინა მისხები ხო მიდი დაიწყე. კარგი, მაგრამ ლექსი დამჯდარი არ უხდება. ეგრე ავდგები მაშინა და ეგ. დიაფრაგმაში არ ამოდის. ძლივს გევითფეს. აბა. ეხლა მარტო კანა არა. მე დავამთავრე და გამგზელებელმა გააგრძელოს. ეგრე არ არის ლაბარაკი. იო, მე მიყურებ თუ ვიღაცას უყურებ შენ. რანაირად ვიყურები, რა. არა ძმა, ესანამ კახეთ ჩაერჩევა შეიძლება რავი რა. კაი, წავილთ. აბა მაინდა. აბა, ამაი დამიხედეთ. წეთებათ რო ჩამოდის. ხალისი არ მოგიშალოს მიჩინის და ზაოდის. ვერასვამო არ გავიგო. ჭიქებ დავთვლი მე ბოლოი. იგრე უნდა გავილეშოთ დღე რამე რო გვეგონოი. ავაგდელებ ორი ფეხით რო ვიაროთ ქევთქვათ ორი სახარება. ჩვენ ტერს კბილით კიოდეს და მოყრებს მოგახარება. ამარაღ სულ არ ჭირდება არც კომპოტი და არც წყალი. აბა ამ ჭიქას უყურეთ სად გაადინოს ლაზანი. აბა მოგედი მიდი. აბა რას გვეტყვით? გეტყვი ახლავე მე. მე მგონი გვაგინებს როგორ იწყებს ის. დაგიმაჯოთ ერთი მაგრად. შეგენასვა. აღარ უნდა ხუმრობა. მეთმა დიდხანს არ მოსალოს თქვენთან ჩემი სტუმრობა. დედამო. სასწაულად მაგარი ჩანს. ეგრეა. ამას ძმაო რა დალევს? დაკლოსვაზე მაძრობს ჯიმა? სალიბებსა და კარგი. რაღაცნაირად ხმამაღალზეა ჩართული. მიდი თედუ. აგე ამირია თავგზა რა არის ეს რაღაცა. დაანებე ძმაო თავი. სახვეწარი სად არის? ახლა ამაი მოუხდება კარგი აჯამს სანდარი. როგორ საქმე კაცო რა. აგე ჩვენა.
ჩვენ სტუმრებსა, ვინც არ უნდა მოვიდეს. ერთი მაგრად გაგვიმარჯოს, მეორე არ მოგვიდეს. გაიღარე რა. აიტა. დიდი თედო. ამით ქალებმა გაუმარჯოი. აგეჭვიანი კაცი. რას ვიტყოდი? უკეთეს. ჩვენ ვარდებსა, ენძელებსა, ყვავილები, ბუკეტები. ხო ეგეთი კარგები ყავ, მაგრამ ერთი ნაკლია. აბარაო. მაგაძმაო, ყველა ჩვენგან თვითონ ეკლი გვაკლია. მე მაგაგვაკ. არანახული. დოვლათ ბარაკიანი. გაუმარჯოი, დაგვენახოი. ერთიანი მძლიანი გენაცვალეთ თქვენ. აიტა, ოჩახ, მაიტა, ეგ არის. იხო. ო. ჩიდოვიჩ. რა არის ერთი საათია გელოდებით, ამდენი ხანია დადგმული გაქვთ ეს სახტელია. ერთი მოდით ორი ჭიქა დალიეთ არ უნდა გითხრათ. დედა შენ მოგიკვდა მოგელი, რას მე ლაპარაკებ? დედა როგორ გამოგჩა შენ მოგიკვდეს პარმე? მოდი ბიჭო, მოდი გიო, სიკვდილ დავიწყები ხარ. ბიჭო, გადაიციეთ, ბიჭო, თვითონ სტაკანი 1 გრადუსია გამასარო ეკი არა. ჩამოეთი შამაატარი. მოდი, მოდი გიო. ადი ზაბია გასია. მოდი გერადუღარეთია მოგელი რა. ეგე, შემო ჯიგარო. დამდეგი ახალი წელი მიუროცე ჩვენებსა. გველი წელი მოდის, ჩემი სიდადრის წელი, მაგრამ არა უშავრა. ჩამოდი ყველში. ჩემო საყვარელო ხალხო, გილოცავთ დამდეგსა. ბედნიერების სიყვარულის, სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2025 წელი. მიყვარხართ და აბა, შეხედე ხა უყურე რა მოუვა. მე მეგონა სიმღერით იტყოდა. გაადიდე ტყაპანი. სიმღერაზე რაო? აიტა ჩქარი ხარ. სიმღერაც მოგიტანეთ ხა ისე არ მოვიდოდი ხო? ხო იცი როგორი სიმღერა, ჩვენ რო გვიყვარს ისეთი აქ რო უნდა ვიცეგო. მიფასლა ბიჭო. ვისი სიმღერა არის? მაგარი კაცის სიმღერა არის ჯანაშვილის სიმღერა. ვერაცვალება. სიყვარული მიულოცოთ ახალი წელი და თან უნდა დავუცხოთ და ვიქეიფოთ ყველა მე. შეგენა. 2 იანვარ სანამ დაგიბრუნდებით, მანამდე ვჩუქნით ამ სიმღერას. შეგენა. დავай. შეცემს გულში შემოიჭე ისე როგორც დილის ხივი წახვედი და თან წაიღე ჩემი გზნობა სიყვარული შორი კეთბი დავიღლები ოცნების გზაზე მივდივარ ჩემი გულის წამალი ხარ ვარსკვლავი მithვალ ციმციმა შენცას ხოლო შენცას დამადარე სხვა სიყვარულს მე არ ველი მიყარხარ დარადმაწვალე სელქი წვიმა დაგასვენებს გაგიჩეჩავს ქარი მაქთმებს მოდი ჩემთან გენაცვალე მიყარხარ დარადმაწვალე გადავკეტავ გულის კარებს რომ გულიდან არ გამექცე გულიდან არ გამექცე მოდი კოცნით ამოგიშრო ეგ თვალები მოციმციმე ეგ თვალები მოციმციმე გადავკეტავ გულის კარებს რომ გულიდან არ გამექცე მოდი კოცნით ამოგიშრო ეგ თვალები
ჩემი შავი ნაბადია შაბათია შაბათია სხვა არაფერი მაბადია ყველას მიეც სიყვარული მე გიშავი ნაბადია ჩემთვის ვირა არ არსებობს ყოველი დღე შაბათია ყოველი დღე შაბათია როცა მოკლედ ჩამოყოლეთ ჩემი შავი ნაბადია ჩემი შავი ნაბადია ორ შაბათი შაბათია სამ შაბათი შაბათია ოთხ შაბათი შაბათია ხუთ შაბათი თევზის დღეა პარასკევი შაბათია შაბათი ხომ შაბათია შაბათი შაბათია ხუთ შაბათი თევზის დღეა პარასკევი შაბათია შაბათი ხომ შაბათია შაბათი ხომ შაბათია შაბათი ხომ შაბათია მინდა სტუდიაში მოვიწვიო არაჩვეულებრივი ადამიანი დღევანდელი ჩვენი სტუმარი მომღერალი მზია გეწაძე დიდი მადლობა ბიჭებს და რაღაცნაირად მოგიხდათ ეს მელოდია მე მგონი. როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კარგად ვარ. ჩვენი რა. კარგი გიხარია ჩვენს. პატა, ესე იგი მზია მოგესალმები რა თქმა უნდა და გადასარება დაიწყო არაჩვეულებრივი ადამიანი მომღერალი მზია გეწაძე რომ თავარი რეგალია გამორჩა. ქუთაისელი. რა თქმა უნდა. კი ბატონო, ქუთაისიდან ჩამოვედი, მაგრამ კახური ტრენინგები გავიარე იტალიაში. რა გავაკეთო მეტი ხალხო, რა გავაკეთო? იძახე ქუთაისი, იტალია, კახური ტრენინგები, ნუ გასაგებია ყველაფერი. სპეციალურად იმიტომ რომ შენი გული გაეხარებია, გაიარა ტრენინგები იტალიაში კახური. ამ ზაფხულს ვიყავი იტალიაში. მერე საერთაშორისო ფესტივალზე და ჩვენთან ერთად ჯგუფში იყო ქალბატონი გურჯაანი და იზა გაბიტაშვილი. გურჯანი ყოფილა ხალხო? გურჯანი ტრენინგი ყოფილა. ისე დავმეგობრდით, რომ აი უჩემოთ არსად არ დადიოდა. ყველგან მე თან დავყვებოდი. და იმდენს მესაუბრებოდა, ლამის იყო რომ გადმოვფრინდით იქიდან და ჩამოვფრინდით ქუთაისში თუ თბილისში. ლამის იყო კახურ დიალექტზე დავიწყე საუბარი ამ ქუთაისელმა ქალმა. რა ქვია რა გვარია ქალბატონი? იზა გაბიტაშვილი. იზა გაბიტაშვილს მოკითხეთ. გადასარევი. დიდი ხანი არ შევხედრივართ. თქვენ და გაგვიანდა ჩამოსვლა თუ ჩვენ ვეღარ ჩამოვდივართ იქ და ხომ ღერი ხართ ისევ? რა თქმა უნდა, პროფესია არ შემიცულია. ე ბატონო, მზიას ვიცნობ სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ წაღანაც აღნიშნეთ ქუთაისელი რო არის და მე შესაბამისად იცით ალბათ რომ ზელანდიის მეორე საშუალო დავამთავრე და ზელანდია და ქუთაისი. ესე იგი, თქვენი ეს არ ვიცი, დაანგრეა მთელი სოციალური სივრცე ამ ბოშა ქალმა. და ჩვენს როგორც მოგეხსენებათ რამხელა პოპულარობა მოგიტანათ, რამხელა სიყვარული შეიგრძნობდით ამას და
წლის ბოლო გადაცემაში ვინ უნდა მოგვეწია თუ არა თქვენ ჩემო ძვირფასო და გვიხარია რომ ჩვენთანაც რაღაცა ახალი პრემიით ხართ მოსული ეს რო გავთქვათ ხო ჩვენ გადაცემაში ყოველ შემთხვევაში პირველად შეასრულებთ ამ სიმღერას. დიახ, თქვენს გადაცემაში პირველად და სტილისტურადაც სხვა ჟანრის სიმღერა არის, არა და საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან 2024 როგორ დაგვირგვინდება. კი ბატონო. კი ბატონო, კი. სხვათა შორის დავეთანხმებ, რომ ამ სიმღერა მართლა ძალიან ისეთი გამოხმაურება პოვა სოციალურ ქსელში. ხო, მე არ ვიცი, რატომ მანდა მაინც ეს სიმღერა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა სიმღერებიც მიმღერია მე უბრალოდ ხალხისთვის არ იყო ცნობილი და ახლა უკვე შარშან მე გამოვეცი ჩემი პირველი ალბომი, სადაც არის 15 სიმღერა შესული. გადასავალი, რა ქვია ალბომს? მიმკითხავე ბოშაქალო ქვია ალბომი. რა თქმა უნდა. მე მივხვდი რა არის ამის საიდუმლო, იმიტომ რომ ქართველები ხო ყველაფერზე გიждდებთ მკითხაობაზე რაღაცა ყავადალია ის ხო და შესაბამისად ალბათ ამიტომ არის რა. მე შენ მეცაც გიტყვი რა. ჩვენ საერთოდ არ გვინდა ხოლმე ამ ესეთი რაღაცეების გამოაშკარავება, მაგრამ ძალიან ცნობილი ამბავია, რომ ასე ვთქვათ, მკითხავებთან, ჯღიბავებთან, ესეთ ადამიანებთან ძალიან ბევრი ადამიანი დადის. ხო. კურვალურად. ეს რა, ვითომ არ დადიან, მაგრამ მომავალი ამბავი, რაღაცეები აინტერესებს, გული გახსენი ამბავი და შესაბამისად ახლოს იყოს თურქული სერიალების არ იყოს, სიუჟეტი ახლოს არის. და მიხოთაბარებსი არ იყოს ხო ახლოს არის და ახლოს არის. ამიტომ რაც ახლოს არის ადამიანის გულებთან, მასასთან, ის უნდა შეთავაზო. და არა ის რაც არ შეგიძლია, ჩემი მოგწალებული აზრია და იბრალებ რომ შეგიძლია. ჩვენი ქსოვრელების არ იყოს თითოეული სიმღერა ჩანაწერი, მათი ხდება ჰიტი, იმიტომ რომ სხვათაშორის რა არის ბატა იცი? გავაგრძელებ ამ თემას, რო უსმენ ხოლმე ამ სიმღერას, სულ მინდება რომ მკითხაობა. ხო და იმ დღეს მეგონა რომ ეს სიმღერა ჩაირთო და მეგონა რომ დალეული მქონდა ყავა და ვატაკე ცერია დუღარე ყავაში. თურმე ჯერ სავსე ყოფილა. და ასე აი რა შესაძლოა ძალიან კარგია თავისთავად რა. ნახეთ თქვენს შემთხვევაზე მინდა გითხრათ რა რომ ეხლა თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს ნამღერი, მაგრამ აიტაც. პრინციპში ყველა ცნობილი ძალიან ისეთი მომღერალი ან მსახიობი გნებავთ იმ კონკრეტული ერთი სიმღერით ან ერთი როლით ხდება და აი ამ ასაკში მოგიწევთ. რა შეიცვალა ისე? ძალიან ბევრი კითხვა ექნებოდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი რაღაცნაირად მე გრძნობ სახლის ზღურფს რო გადმოვაბიჯე, უცბად რაღაცას გრძნობ და რა დადებითი ამბები მოიტანა თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება იუმორითაც კი გითხრათ, არ ვიცი. ძალიან ბევრი ადამიანი ცნობს ქუჩაში ყველა დაწესებულებაში, სადაც შევდივარ და გამოხატავენ სითბოს და სიყვარულს. ეს არ გეძახიან, მიმკითხავე არა? კი, ზოგი მიმღერის, გუშინ მაგალითად რომ ჩამომიქროლა ინდირა ჯგერენაიამ, მანქანიდან მიმღეროდა, გავხედე ვინ მიმღერის, მიმკითხავე ბოშაქალო. ჩამომიქროლა ჩემს ქუჩაზე. კი ბატონო. კარგით, ესე იგი, იმის გარდა რომ თქვენ მღერით და არაჩვეულებრივად მსახიობობაშიც წადეთ მსახიობობის მიმართულებით. წადებედი. როგორ მოხვდით ამ სერიალში? სერიალში მოვხვდი კასტინგის საშუალებით. მიმიწვიეს კასტინგზე, მოდით აბა ვნახოთ თუ გამოგივათ, იმიტომ რომ რაღაც ჩემში რაღაც დაიჭირეს, რომ აი ეგეთი ხასიათის ქალი გვინდა. უბრალოდ კასტინგზე დაგირეკეს და დამირეკეს, მივედი და მე მაინტერესებს რა სიმღერაა, რა ქვია ამ სიმღერას? შენ გეძებდი. შენ გეძებდი, ვისი სიმღერა? სიმღერა დაწერა ნინო ახვერდაშვილმა. ნინიკოს სიმღერა, ტექსტი არის. მოვიკითხოთ ნინო. ტექსტი არის ნანა ცინცაძის. მოვიკითხოთ ქალბატონი ნანა. მოვიკითხოთ ქალბატონი ნანაც და ფონოგრამა ჩავწერე ქუთაისში შოტიკო ბანძელაძესთან. გადასარევი მშვენი. და თვითონ ვოკალი ჩავწერე, რა თქმა უნდა, ჩემს ერეკლე დიდიასთან. დიახ. ეს სიმღერა ჩაწერა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნინო ახვერდაშვილმა, შენ გეძებდი.
კარგი, მე მინდა ნამდვილად სულწრფელად გისურვოთ ბედნიერი წელი ყოფილიყოს 2025 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, ვის თქვენ გიყვართ, ბევრი წარმატება. გისურვოთ და ჩვენს ტელემაყურებელს დაუტოვოთ თქვენი სიმღერა შენ გეძებდი. ხო